უშვილობის პრობლემა ბევრ ოჯახს ეხება. რა არის თქვენი მთავარი გზავნილი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც რეპროდუქციული მკურნალობის დაწყებაზე ფიქრობენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ? გადაწყვეტილების მიღება გაგიჭირდებათ, ექიმთან დროული მისვლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველა პრობლემა, რომელსაც აღმოაჩენთ, გადაწყვეტადია თუ დროული იქნება თქვენი ვიზიტი. თუ რეპროდუქციული მედიცინა ერთ სიტყვაში უნდა აღწეროთ, რა სიტყვას აირჩევდით და რატო? ახალი სიცოცხლე. იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო, რასაც ვემსახურებ. რას ურჩევდით ახალგაზრდა ექიმებს, რომლებიც რეპროდუქციული მედიცინით არიან დაინტერესებული? ვურჩევდი, რომ მხოლოდ დაინტერესება არ არის საკმარისი, ალბათ ძალიან ბევრი უნდა ისწავლონ იმისთვის, რომ ამხელა პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ თავზე და შექმნან ახალი სიცოცხლე. რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს რეპროდუქციულ მედიცინაში? ხელოვნურ ინტელექტს ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენს კლინიკაში, პირადად მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ სფეროს ემბრიოლოგიაში, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ, რაც ჩვენ არ გვინახავს, AI-ის ნანახი აქვს და შესაბამისად მისი ინფორმაცია არის უკიდეგანო. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი ხანია ვიყენებთ ERICA-ს სისტემას, ასევე TimeLapse სისტემას, რომელიც პირველად იყო საქართველოში, GDR-ში. დაუტოვეთ კითხვა შემდეგ რესპონდენტს. ხშირად ახალგაზრდები ამბობენ, რომ ექიმობა რთულია და გადაწყვეტილება შესაძლებელია შემდგომ შეცვალონ. თუ ეს სფერო აირჩიეთ, რატომ გარჩით ამ სფეროში ბოლომდე?